დილამშვიდობისა. დამეთანხმებით თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია ინფორმაციის გარეშე, რადგან ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ინფორმაციული ნაკადის ზემოქმედების ქვეშ. რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ტვინი? ჩვენი ტვინი იღებს ინფორმაციას, აანალიზებს, ანუ გადაამუშავებს ინფორმაციას, შეინახავს საჭიროების შემთხვევაში, მოგცემს მისი გამოყენების შესაძლებლობას და რაც მთავარია, ჩვენი მოქმედება, ჩვენი აქტივობა მთლიანად ეფუძნება იმას, თუ როგორ პასუხობს ამ მათ თუ იმ ინფორმაციას ჩვენი ტვინი. რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ინფორმაციაზე ყურადღების კონცენტრირებას? როგორ შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეულმა სიტუაციამ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება გამოიწვიოს? ზოგადად, რა შეიძლება გახდეს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი? არის თუ არა ეს პრობლემა მხოლოდ ასაკთან დაკავშირებული? რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ დღეგრძელობა, შევუნარჩუნოთ და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ჩვენს ტვინს. მოდით ამ საკითხებზე ვისაუბროთ ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ სტუმართან ერთად. დავბრუნდით ეთერში. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ყურადღების კონცენტრაცია და ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი მარინა ჯანელიძე. დილამშვიდობისა ქალბატონი მარინა. ჩვენ საუბრის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გავიხსენეთ, რამდენად ბევრია ცოდნა ჩადებული ქართულ ენაში. ეტიმოლოგიურად ესა თუ ის სიტყვა ხშირ შემთხვევაში გამოხატავს პრობლემის არსს და სწორედ ასეთი არის ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ყურთან დაკავშირებულ თემაზე დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ინფორმაციის ყურადღება, ანუ ყურადმიღება, გათვალისწინება, გააზრება არის მნიშვნელოვანი იმ პროცესის ასახსნელად, რასაც ქვია ყურადღების ხარვეზი. მაგრამ თავად ყურადღება რას ნიშნავს? რა თვისებაა ეს თავის ტვინის? რა უნარია? ყველას გვჭირდება თუ არა და რა მოხდება თუ არ ვართ ყურადღებიანები? მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საუბრის დაწყება. რამე თუ ჩვენთან საერთოდ ყურადღებას, ადამიანის კოგნიტურ უნარებს, ეს არის შემეცნებით უნარებს, სიმართლე გითხრათ, ნაკლები ყურადღება ექცევა. აი ეს საკითხი, რომ ადამიანს ყველაზე უფრო ჭირდება მისი აქტიური, წარმატებული საქმიანობისთვის ტვინი, გონი, ცოდნა, ყურადღება, რომელიც ცოდნის ერთ-ერთი ყურადღების უნარი, მის გარეშე ცოდნა არ შეიძლება, ნამდვილად არ არის პატივცემული. მაგრამ ეს არის ჩვენი თავის ტვინის უნარი, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ნორმალური თავის ტვინის უნარი, რათა რაღაცაზე მოახდინოს კონცენტრირება. ეს უნარი ყალიბდება ბავშვობის ასაკიდან. ეხლა დღეს ძალიან პოპულარულია, პოპულარობა მოიტანა, პრობლემა იყო, მაგრამ როდესაც ადამიანები მას ყურადღებას აქცევენ, აი ყურადღებას აქცევენ და ხედავენ პრობლემას, ეს პრობლემა ხდება პოპულარული და აქტუალური. პოპულარობას მისცას, რასაკვირველია, ხელს უწყობთ თქვენ, მე ვგულისხმობ მედია კომუნიკაციის საშუალებები. აი ძალიან ყველას ყურში ხდება უკვე ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, რომელიც ეს არის ბავშვთა ასაკის გარკვეული ნეიროგანვითარების დარღვევა. ასეთი ტიპის ბავშვებს სწორედ აი ნეიროგანვითარების შეფერხების გამო, ეს ნეიროგანვითარების შეფერხება ცოტა რომ დავკონკრეტეთ, გულისხმობს გარკვეული ნივთიერებების არასწორ დეფიციტს, არასწორ მოძრაობას თავის ტვინში, ეს არის ნეიროტრანსმიტერები და მან შეიძლება განაპირობოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ასე რომ ეს არის რაღაცა განვითარების დეფიციტი. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ესეთი ბავშვები არიან თქვათ გონებრივად ჩამორჩენილები, მათ არ აქვთ მეხსიერება, მაგრამ პრობლემები აქვთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ და დღეს ეს საკითხი გახდა აქტუალური. ეს პაციენტები, პაციენტებად მოვიხსენებთ ადამიანები, საკმაოდ დიდია მათი პროცენტული წილი, სხვათა შორის ამ ბავშვების პროცენტული წილი, დაახლოებით 3-დან 7%-მდეა პოპულაციაში. ეს ადამიანები, როდესაც იზრდებიან, თქვათ, დღეს შესაძლებელია, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ეს კონტენტ და მისი გარკვეული კვალი, ასე ვთქვათ, დღესაც აქვს უკვე მოზრდილ ასაკში, იმიტომ რომ როდესაც დღევანდელი აი ის ასაკის პოპულაცია, რომელსაც ვთქვათ, ეს ჩივილი აქვს, ერთ-ერთი მისი მცირე ნაწილი იყო პატარა, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. მაგრამ ასეთი ადამიანები, ახლა რომელსაც მე საუბრობ,
ასაკოვანი, ასაკოვანი ამ შემთხვევაში ჩემ ასაკს გულისხმობ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტი და ეს არის კვალი მათი თქვათ ბავშვობაში განვითარებული პრობლემისა, რომელიც მაშინ არ იყო ამოცნობილი, მაგრამ ზოგადად, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ყურადღების დეფიციტზე, აი ეს ჯგუფი არ განეხილება. განეხილება ის ადამიანები, რომლებსაც სიტუაციურად ცხოვრებისეული სტრესები იქნება ეს უარყოფითი გამოცდილების გამო, უარყოფითი გამოცდილება დღეს სამწუხაროდ ძალიან დიდია ჩვენს ცხოვრებაში, ამასაც სამწუხაროდ თქვენ უწყობთ ხელს, მე ამ შემთხვევაში თქვენ არ მოგმართავთ არამედ მედია კომუნიკაციის საშუალებებს, ადამიანები ამის გამო ვერ კონცენტრირდებიან რაღაცა გარკვეულ საკითხზე. და რატო ვერ კონცენტრირდებიან? ჯერ ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდწილად განპირობებულია რასაკვირველია ჩვენ აღზრდაზე. აი ბავშვობიდანვე ბავშვი უნდა მიეჩვიოს რაღაცაზე კონცენტრირებას, აი დაფიქსირებას. და ტვინს აქვს უნარი, რომ ტვინს იღებს უამრავ ინფორმაციას. აი ტვინს აქვს უნარი და სხვათა შორის ახლა ეს არ არის მარტო აღზრდა, მე აღ დავახსენე, ეს არის მისი თანდაყოლილი უნარი. როგორც თანდაყოლილი მეხსიერება ზოგს აქვს არაჩვეულებრივი და ზოგს ნაკლები, სასტარტო პირობები ყველას ერთნაირი არ აქვს, მაგრამ ტვინს აქვს უნარი, რომ აი უამრავი ინფორმაციიდან დაიჭიროს, დაიმახსოვროს ის, რაც მას ჭირდება. და რაც არ ჭირდება, ის რო იტყვიან, აი გაფილტროს. უამრავი ფილტრის უნარი აქვს ტვინს. რაც უფრო გავარჯიშებულია ტვინი და აი ტრეინინგი, ტვინის ტრეინინგი არის გონებრივი შრომა. ეს არის როგორც ფიზიკური ტრეინინგი არის ჩვენი სხეულის ასე ვთქვათ გავარჯიშება, ტვინის ვარჯიში არის მხოლოდ გონებრივი შრომა. აი რაც უფრო ის კარგად ნავარჯიშები, აი ამ კონცენტრაციის უნარს, ყურადღების კონცენტრაციის უნარს ის უფრო დიდხანს ინარჩუნებს. მოდით აი აქ გავჩერდეთ ბაბა მარინა. ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა მე თვითონ და მაყურებელსაც აქვს კითხვა. პირველ რიგში მას უნდა უპასუხო. დილამშვიდობის, გისმენთ? დილამშვიდობის, შეკითხვა გვაქვს ასეთი. გოგონა, რომელიც სწავლობს ერთ-ერთ ძლიერ უნივერსიტეტში, აქვს ძალიან დაძაბული რეჟიმი სწავლის. ისე რომ ხანგრძლივად ღამეების ცევათ უჯდება ეს სწავლის მიღება და განათლების მიღება. ეს რამდენად ძაბავს ნერვულ სისტემას, რითი უშველოდ ბავშვს მოკლედ და არის თუ არა რამე გამოსავალი? გამოსავალი არის შეიძლება, მაგრამ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, მე დარწმუნებული ვარ, უამრავი მშობელი დასვამდა ანალოგიურ კითხვას. მით უფრო რომ ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც სწავლის პროცესში ახალგაზრდობას ღამეები არდინავს, ჩვენც ხშირად გვაქვს ასეთი აუცილებლობა, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ერთხელ, როდესაც საუბრობდით ინფორმაციულ სტრესზე, გავიხსენეთ ჩვენი თანამემამულე, რომელმაც ეს ტერმინი შემოიტანა მიხეილ ხანანაშვილის ხედელობაში და ვთქვით, რომ სამი ფაქტორი თუ დაემთხვა ერთმანეთს, როცა ინფორმაცია ბევრი გვაქვს, დრო გვაქვს ცოტა, მაგრამ მოტივირებულები ვართ, ანუ გვჭირდება ეს ინფორმაცია და რა ვქნათ, უნდა ჩავტენოთ ამ ჩვენს ტვინში. ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ახალგაზრდა აღმოჩნდეს ინფორმაციული სტრესის გარემოში. ანუ რა გამოსავალი არსებობს? იცით რა არის, ხა მე ფიზიოლოგიურად, არის ეშმაკობა, რაც შეიძლება ხრიკები, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ამ რეალობის გათვალისწინებით ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად. ეხლა როდესაც ადამიანს ყურადღების კონცენტრაციის, ხა მე პირველ რიგში ქალბატონს უპასუხებ, რასაკვირველია რაღაცა საზღვარი ყველაფერს აქვს. უძილობასაც აქვს საზღვარი, მეცადინეობის საათებსაც, ეხლა არის და აი ამ შემთხვევაში სხვათაშორის დიდი მნიშვნელობა აქვს მეხსიერებას. ეხლა ეს მეხსიერება რატო გჭირდება, აი როდესაც სწავლობთ, იმიტომ რომ ზოგ შეუძლია ერთი წაკითხვით დაიმახსოვროს, ზოგ შეუძლია გვერდს დახედოს და ერთი დახედვით გვერდი დაინახოს. და ზოგს ჭირდება 5 ჯერ წაიკითხოს, ხო? აი ამას თქვათ, ამ გარკვეულად თანდაყოლის დავარქვება, თუმცა ამ უნარის გავარჯიშება შეიძლება. ამას შეიძლება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი რა ემართება სხვათა შორის მithumetes გოგონებს. აი გოგონა არის მისი, როდესაც აი ესეთი ამოცანა აქვს გოგონას, ქალებში საერთოდ, გოგონა არის და ქალი იქნება, სქეს აქვს შფოთვის მაღალი რეგისტრი. იწყება შინაგანი შფოთვა. აი მე ხლა ამას ვერ მოვაზრებ. ეხლა მე ეს არ შემიძლია, ცოტა დრო მაქვს. იმის მაგიერ რომ ტვინის, თქვათ, სტრუქტურები ჩართოს გაგებაზე, აღქმაზე, მისი ამ ინფორმაციის დაფიქსირებაზე. ლიმბიკა, ანუ ემოცია ერთვება და იწყება შფოთვა. ვაიმე, რა ვქნა, ვერ ვასწრებ. ეს კაცებს ნაკლებად ახასიათებს ზოგადად. აი
კაცის ტიპის აზროვნებას, მან კონცენტრაცია უფრო შეუძლია. და აი ეს ყოველთვის მე შფოთვა ჩვენ ყველაფერში გვიშლის ხელს. როდესაც ვიწყებთ შფოთვას, იქ არაფერი არ გამოდის. და ამიტომ აი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამ რთული მე გულისხმობ ესე სათქმელად ადვილია ჩემთვის რომ არ უნდა იშფოთო. მაგრამ ამას გარკვეული აღზრდაც და ტრეინინგიც სჭირდება. ეხლა რაც შეეხება უძილობას. უძილობის მიმართ მე ყოველთვის ამას ვიმეორებ, იცით, ადამიანს ზოგს სჭირდება რომ ამდენი იძინოს, სჭირდება მე გულისხმობ რომ გაიღვიძოს სრულყოფილად, გონებრივად, ასე ვთქვათ, სრულიად სავსე ენერგიით და ზოგს ნაკლები სჭირდება ხა. ვისაც შეუძლია რომ 5 საათიანი ძილის შემდეგ აქტიური იყოს, სრულიად აქტიური იყოს და ჩვეულებრივად, დავაზარებთ მას რომ მანდ-ამაინც 8 საათი უნდა იძინოს და ვისაც ეს არ შეუძლია, ხა მე ცხადია სიზარმაცეს არ გულისხმობ და ეს უკვე მეორე ასე ვთქვათ პათოლოგია, რომ ადამიანს ვეღარ აღვიძებენ ბავშვებში, ახლა ეს განსაკუთრებით გავრცელებულია რა. მაგრამ ძილი, თქვათ, რაღაც ადეკვატური ძილი ჭირდება და ადეკვატური ძილის შემდეგ უნდა აი ვასწავლოთ ადამიანებს შფოთვის მოგვარება, შინაგანი შფოთვის. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული წესი, რომლითაც შეიძლება დაიწყოს ამ ადამიანმა. ისიც უნდა დაიწყოს პირველ რიგში იმითი, რომ ახლა ჯერეთი ერთ რამეს ახლა არ უნდა აურიოთ ვის რა შეგვიძლია. და პირველ ხარისხოვანი და მეათე ხარისხოვანი ინფორმაცია. აი თქვათ ეხლა ეს აუცილებლად უნდა გავყოთ რა არის მთავარი და რა არის ამას სჭირდება თქვათ დასწავლა. დასწავლა კი აღზრდა. აი ეს არ არის ეხლა მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელოვანია. აი ეს უნდა ადამიანმა თავის ტვინში დაალაგოს რა არის მთავარი და რა არის მეორე ხარისხოვანი. ამას თუ არ დაალაგებს თავიდანვე, თუ არ მიეჩვევა უბრალოდ, ის ვერასოდეს ვერ იქნება წარმატებული. იმიტომ რომ ყველა პრობლემის მოგვარება, რაც ადამიანებს ირგვლივ, ეს შეუძლებელია. და ზოგადად, ესე რომ წარმოვიდგინოთ, ძალიან რომ გავამარტივოთ, პრობლემების, თქვათ, 50% თვითონ გვარდება, 100%, ესე რომ ვთქვათ. 50%-დან 100 თვითონ მოგვარდება ჩვენი შფოთვის გარეშე. 25 გინა იშფოთო, გინდა არ მოგვარდება, ეს ჩემი აზრი არ არის, არსებობს ესეთი სტატისტიკა. და 25% შენ უნდა იშფოთო და შეწუხდა რომ მოაგვარო. და ამიტომ აი ეს რაღაც გარკვეული დაყოფა რომ რას აზრი არ აქვს რომ მე ვინერვიულო, რა მთავარია რომ მე ახლა ვინერვიულო და იმიტომ ეს უნდა გავაკეთო, აი ამის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო სწორად მოვახერხებთ ეს ორიენტაციას იმ საქმიანობაში, რომელიც გვაქვს. ეს იქნება სწავლა, ეს იქნება შრომითი საქმიანობა, ეს იქნება ყოველდღიური თქვა ჩვენი სოციალური ცხოვრება. კიდევ ერთ მაყურებელს ვიპასუხოთ, დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. ასეთი შეკითხვა მაქვს, მყავს ბავშვი 12 წლის, საკმაოდ მაღალი ინტელექტის, წარმატებული მოსწავლეა, დატვირთულია მუსიკით, სხვასაგნებით და კარგად ართმევს ამას თავს, მაგრამ აქვს ყურადღების დეფიციტი, ავიწყდება ყოველდღიურ საქმიანობაში, რაღაცების დაცვა, ადგილზე მიტანა, რაღაც გამორჩება თუ მშობელი არ ეხმარება და არსებობს თუ არა ამის გასაუმჯობესებლად ვარჯიშები, ან ვის შეიძლება მივმართოთ? ხომ არ არის გადატვირთვა ამის მიზეზი? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. აი ორგანიზებულობის საკითხი უფრო არის. ეს არის ორგანიზებულობა და ბავშვი ხა მე პედიატრი ნამდვილად არ გახლავარ და ჩვენ უამრავი შესანიშნავი სპეციალისტები ყავს ამ დარგის, მაგრამ შვილები ყავს და ბევრი შვილი ყავს და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ ბავშვს ჭირდება, ბავშვები შეიძლება იყოს ნიჭიერები, მაგრამ მათ ორგანიზებულობაში დახმარება ჭირდებათ. ყოფითი საკითხების მოგვარებაში. ბიჭებს, აი აქაც ძალიან დიდი განსხვავებაა. და ამიტომ მას უნდა დავეხმაროთ, ოღონ ეს დახმარება არ უნდა იყოს აგრესიული, არ უნდა იყოს მათთან ასე ვთქვათ ისეთი მენტორული ტონი. აი ეს ტონი უნდა იქნება და არც თავს მოხვეული. არა, ხო, თანადგომა, ეს ეგრეთ წოდებული ჰიპერაპეკა, ხო? გადაჭარბებული მზრუნველობა. გადაჭარბებული, აი პირდაპირ ტერმინია, რომ აღარ ვაძლევთ საშუალებას. ეს არაორგანიზებულობა ბავშვობის თანხლებია, მაგრამ უნდა ნელ-ნელა მივაჩვიოთ, ხო? და ოღონ ამაში არ უნდა ვეცადოთ, რომ ზედმეტად დავდრგუნოთ მისი არაორგანიზებულობა. ხშირად ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებს. ძალიან არაორგანიზებული იყო აინშტაინი. მაგრამ ეს ძილის გუდაც იყო. ეს არ უშლიდა მას ხელს, რომ განყოფილიყო აინშტაინი. თუმცა ჩვენ ამას არ ვახალისებთ ახლა. არა, ნამდვილად არა, მაგრამ არსებობს რაღაცა ნიჭიერება, რომელსაც ორგანიზებულობა შეიძლება დაეხმარო და არსებობს ძალიან ორგანიზებულები, რომლებსაც აი ეს უნარები, თქვათ, ის რაღაცა სხივი აზროვნების ნაკლებია, გამორჩეულობა. ამიტომ ამას უნდა მშობელმა შეაფასოს, მაგრამ დათრგუნვა, ეს ზედმეტი
ჭარბი, ზრუნვა, აი ჭარბი მე გულისხმობ, აი ესეთი აი მითითება ყოველ წუთს, ასე ვთქვათ, რაღაცისადმი. და თან ჩვენ მომთხოვნები ხვდებით ხოლმე, როდესაც ბავშვი არის ძალიან წარმატებული ყოველ სფეროში, მაქსიმალურად მომთხოვნები ხვდებით და მივცეთ უფლება, რომ სადღაც იყვნენ სუსტები ბავშვები. მაგრამ ყურადღების დეფიციტი, აი მაგას საქშია საჭირო. მე იცით რა არის, ხანდახან არის აი ბავშვები, თქვა ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ, რომ ჩვენ გონია რომ არ უსმენენ, ხო? ყურადღება, მაგრამ ბავშვის ტვინი ბევრად უფრო ისეთია ღრუბელივით არის, ხო? მის ყველაფერს იცოდა. შეიძლება რაღაცა სადღაც ნათქვამი იმან ყველაფერი გაიგო და ჩვენ გონია რომ აი არ დაჭდა ყურადღება, კონცენტრაცია ვერ მოახერხა, თუმცა ასაკთან ერთად ცხადია ეს უნარი უნდა ადამიანმა შეიძინოს და მე მაინც ვთვლი რომ ამას ჭირდება გარკვეული ტრეინინგი და რაზეც რაღაც ვახსენე, აი ამ შფოთვის, რომელიც პირველი მტერია ჩვენი ყურადღების კონცენტრაციის. დიახ. აი მოდით კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ და შემდეგ მე მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ გამოკითხვის, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ჩაატარა. დილამშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. თქვენსაც თქვენს სტუმარს. მაქვს ესეთი მდგომარეობა და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები. ჩემს დაბადების დღეზე, დაბადების დღეს ულოცავდი ჩემს ტყუპ ძმას. დავრეკე და შემხვდა რომ ის იყო გარდაცვლილი. ეს იყო აუკანელი სტრესი, რის გამო დავკარგე ცნობიერება. თურმე ირგვლივ ყოფს, ვეკითხები, რატომ არის ჩვენ სახლში ესეთი ორომტრიალი, ხმაური ესეთი? პასუხობენ, დედა, ეხლა ხომ დარეკე და ხომ გაიგე, რომ შენი ძმა ვოვა გარდაიცვალა. ვინ არის ვოვა ვეკითხები, მე ჩვენთან რა კავშირი აქვს? და აი ამისი მსგავსი სიტუაცია გრძელდებოდა 40 წუთის განმავლობაში თურმე. შემდეგ დავუბრუნდი აზროვნებას და ეს მდგომარეობა გრძელდებოდა 2 თვის მანძილზე. ესე იგი, ყურადღების კონცენტრაცია გაფანტული, აღარაფერი არ მოქმედებდა, არც მახსოვდა, არც არაფერი. 2 თვის შემდეგ დავიწყე მეტაკარდინის თვითნებურად მიღება და ვამბობ, რომ ეს კონცენტრაცია, მდგომარეობა უბრუნდება საწყის ჩემს მდგომარეობას. თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ, რა შეიძლება ვიმოქმედო, რომ უფრო სწრაფად აღიქვინო მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ძიმეა ამ რეალობის წარმოდგენა, რომლის განცდაც მოგიწიათ თქვენ და სრულად ბუნებრივია თქვენი რეაქცია და დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვეცდებით ამის არა ემოციურ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მართლაც ძალიან დამთვრდგუნველია და ჩვენზე გულწრფელად ძალიან იმოქმედა, მაგრამ სამედიცინო მხარე ასეთ შემთხვევაში სტრეს რეაქცია, ანუ სტრესის პასუხად განვითარებული მოვლენები შესაძლოა ალაგდეს, იგივე მედიკამენტური მხარდაჭერა ახსენა ქალბატონმა, რა პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ? იცით რა, ეს იყო ესე წუთ, რასაც ქალბატონი ბრძანებს, ნუ ხა ეს რასაკვირველი არის ფსიქოგენური ამნეზია. ამნეზია განვითარებული, აი უზარმაზარ სტრესულ მეხსიერების ამოვარდნა და მეხსიერებამ განდევნა ეს ქალბატონისგან დამოუკიდებლად ცხადია, აი მისმა თავის ტვინმა ეს ფაქტი დამცველობითი რეაქცია. ეს არის ადაპტაციურ დაცვითი, ნუ ადაპტაციას ვერ დავარქვით, მაგრამ დაცვითი რეაქცია ამ ტრაგედიაზე, ესე ვთქვათ. და მეხსიერებიდან ეს ფაქტი განიდევნა. და ეხლა, ნუ დროსთან ერთად ეს ყველაფერი დაალაგდება და ნუ ქალბატონი ჩემი აზრით მედიკამენტოზე დახმარებას, რასაც იღებს ის აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ დრო არის არაჩვეულებრივი ქართული გამოთქმა, ყველაფრის მკურნალია. შესაძლებელია მას რაღაცა ის ეტაპი, აი ის ფაქტი აღარც გაახსენდეს. უხოშად თავისი ქცევა იმ სიტუაციაში, მაგრამ ამაზე არ უნდა იდარდოს. იმიტომ რომ ის რაღაცა მონაკვეთი ამნეზირებული აქვს მას, ეს იყო ფსიქოგენური მეხსიერების ამოვარდნა, ესე რომ ვთქვათ, და ეს შეიძლება ასეთ ვეღარც გაიხსენოს, მაგრამ ეს არაფერი პრობლემა არ არის, ჩემის აზრით, დროთა განმავლობაში, ნუ ასე ვთქვათ, ცხოვრების ჯანსაღი წესით, იმ ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რეალისტური დამოკიდებულებით სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, ნუ მეხსიერება მისი დაუბრუნდება, ასე ვთქვათ, ტრაგედიამდე არსებულ დონეს მე დარწმუნებული ვარ. მოდით მოვისმინოთ გამოკითხვა, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა მოგვიმზადა კრისტი შანავამ და ძალიან საინტერესოა, როგორ ფიქრობს საზოგადოება. აქვს თუ არა პრობლემა მას ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებით?
ყურადღების კონცენტრირება ნამდვილად არ მიჭირს. ასაკიდან გამომდინარე უკვე კი რასაკვირველია. გაჩნია რა შემთხვევაში, თითქოს შეიძლება ითქვას არა. სტუდენტი ვარ და მეცადინეო ჩვეულებრივად არ უჩივი არანაირ ყურადღების გაფანტვას. არა, არ მიჭირს. სიტუაციას გააჩნია ხანდახან მიჭირს. არა, ისეთ სამსახური მაქვს, რომ ვერ გამიჭირდება. მე პენსიონერი ვარ და ყველა პენსიონერის პრობლემაა მაგი. არ დავკვირვები ვარ სიმართლერობით რა. არა, არ მიჭირს. ხანდახან. როგორ არა? მიჭირს ძალიან. მე მგონი არ მიჭირს. მუშაობის დროს ნაკლებად არ მუშაობის ორიენტირებული ვარ რომ ვიმუშაო და შეძლების დაგვარად ვცდილობ რომ ასე არ იყოს. სამუშაო დღის ბოლოსკენ უფრო. კითხვის პროცესში უფრო სხვა რაღაცებზე გადამაქვს ყურადღება. როცა ბევრი მევალე შემაწუხებს, მაშინ გამეფანტება ყურადღება სიარში. კითხვის დროს კი შეიძლება ცოტა. მუშაობის დროს ალბათ უფრო. შეიძლება კითხვის დროს. მარტივ საქმეზე არ ჭირდება მეტი კონცენტრირება, მაგრამ რთულ საქმეზე და ქართულურ სიტუაციაში მეტი კონცენტრაცია საჭიროა. ნერვული გადაძაბვის დროს, მუშაობის დროსაც და კითხვის დროსაც მით უმეტეს. უფრო მუშაობისას. კითხვის დროს არა, უფრო აი ხალხმრავალ ადგილებში. მუშაობის დროს. შეიძლება კითხვის პროცესში, შეიძლება მუშაობის პროცესში. ძალიან საინტერესოა. პრაქტიკულად ჩვენმა საზოგადოებამ დაასახელა ყველა მიზეზი, მოდით ჩვენ ამოვკრიბოთ. ასაკი დაასახელეს. თქვენ განმარტეთ, რამდენად ადეკვატური იყო ეს შეფასებები, მაგრამ მანამდე მე იმ მიზეზებს ამოვკრებ, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გამოყო. და თვითონ შეაფასა როგორც რისკი იმისათვის, რომ ყურადღების კონცენტრაცია დაგვერღვეს. ასაკი იყო პირველი დასახელებული, შემდეგ იყო სტრესული სიტუაცია, თუნდაც სოციალური დატვირთვით, იგივე მევალეების თემა, იგივე გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, იგივე სამუშაო სივრცე, ზოგადად ნერვიული დაძაბულობა. გამოყვეს აგრეთვე კონკრეტული საქმიანობა, ანუ მუშაობის პროცესში, ან როდესაც წიგნს ვკითხულობთ ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრმა დაასახელა ეს მდგომარეობა. აგრეთვე იყო დასახელებული პრობლემის ხარისხი, ანუ თუ ის არის უფრო რთული, მაშინ კონცენტრაცია კიდევ უფრო გაძნელებულია, მაშინ როდესაც მარტივ პრობლემებს ადვილად ვუმკლავდებით და ვახერხებთ მათზე კონცენტრირებას. რა გამორჩა ჩვენს საზოგადოებას და არის თუ არა ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი? იცით რა, პრაქტიკულად შეიძლება თქვას, რომ ყველაფერი ჩამოთვალეს. ეხლა მე უბრალოდ პროტესტი გამიშთა ქალბატონი, რომელიც ასაკს მიანიშნებდა როგორც ყურადღების კონცენტრაციის მიზეზს. ახლა ეს ქალბატონი იმ ასაკში არ არის, რომ უკვე ეს პრობლემა თუმცა ასაკი არის საყურადღებო. არა, ასაკი რასაკვირველია, მაგრამ აი, როდის უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ყურადღებას აქვს ხარვეზი? არის თუ არა რაღაცა ნიშნები, რომლითაც მივხვდებით, რომ ვერ ვახერხებთ? კი, შეიძლება ჩვენ ასე ვთვლით, მაგრამ ობიექტურად შეიძლება ამის შეფასება შეგვიძლია, ვთქვათ, ექიმმა ჩვენი მონათხრობიდან ჩვენ მოუყვეთ ექიმს რაღაც ისტორია, ამბავი, რომელიც გადაგვხდა და ექიმმა დიახ, დასკვნის სახით გითხრას, ნამდვილად გაქვთ ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი. იცით რა, რასაკვირველია, შეიძლება უბრალოდ აქ თავარი იცით რა არის, ჩვენ ცხოვრება რა ამოცანას გვისახავს, მე ვგულისხმობ საქმიანობაში. ეხლა თუ ჩვენ ვთქვათ, არსებობს ესეთი პროფესიაში, მოდი ვთქვათ ესე კომპეტენტურობის ზღვარი, ხო? თუ ჩემი კომპეტენცია, ცოდნა, განათლება არის რაღაცა დონეზე, ხო? და მე შემთხვევით, ცხოვრების ასე ვთქვათ, გამო მოხდი იმ ადგილას, სადაც ჩემი კომპეტენცია, ჩემი ცოდნა არასაკმარისია, მე იქ აუცილებლად მექნება ყურადღების დეფიციტის და პრობლემების გადაწყვეტის, აი საკითხის გადაწყვეტის უნარი მექნება უკვე ნაკლები. აი ერთ-ერთმა ახსენა, რომ თუ მარტივ საკითხს წყვეთ, მესმის. აი ეს პრობლემის გადაწყვეტის უნარი, ეს არის თავისთავად ერთ-ერთი შუბლისწილების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დამყარებულია ძალიან ბევრ ფაქტორს. ეს არის მეხსიერება, ცოდნა, ყურადღების კონცენტრაცია, რომლის საფუძველზეც მე ყველაფერს ამას ასე ვთქვათ, უკეთებ მობილიზაციას და ვიღებ გადაწყვეტილებას. აი, როდესაც ჩვენ ესეთი შემთხვევები სხვათაშორის ბევრია, როდესაც აი ყურადღების კონცენტრაციაზე და მეხსიერებაზე ჩივილი იწყება იქ, როდესაც ცხოვრება, გარკვეული პირობების გამო ადამიანს უყენებს არა იმ მოთხოვნებს, რომელსაც ის მიჩვეული იყო მანამდე. და მაშინ უკვე მისი ტვინი ვერ ძლევს მის წინ დაყენებულ პრობლემას. ეხლა აი ერთ-ერთის პასუხი იყო, როცა მარტივი საკითხია, მარტივს წყვეტს და თქვა, რთული როცა უდგას, მისი გადაწყვეტის უნარი არა აქვს. ეხლა ეს შესაძლებელია ამ შემთხვევაში
ეხლა არ აქვს კი არა საერთოდ რთულ საკითხების გადაწყვეტა მას თქვა ცხოვრება არ დაუსახა ასეთი ამოცანა. რაც შეეხება ასაკს, იცით, ასაკი ხა რასაკვირველი ადამიანს აქვს ბიოლოგიური ასაკი. მაგრამ ბიოლოგიური ასაკის ასე თქვა დადგომას ძალიან ხელს უწყობს, ასევე მე ამას ყოველთვის ვიმეორებ. ის გონებრივი შრომა, რომელსაც ჩვენ წერთ, რაც უფრო მეტ გონებრივ შრომას ეწევა ადამიანი. ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არის მსოფლიოში გავლენილი აზრი. რაც უფრო მეტ შრომობს გონებრივად ადამიანი, მით მეტი აქვს მას ყურადღების კონცენტრაციის უნარიც, მეხსიერებაც და მით უფრო გვიან ბერდება მისი ტვინი. გონებრივი შრომა გულისხმობს ახალი ინფორმაციის მიღების უნარს, აი რასაც ჭირდება კონცენტრაცია, იმიტომ რომ ასაკოვანი ადამიანები, ნუ ასე მე გულისხმობ თქვათ ესე 40 წლის მერე, ხო? ასაკოვანი არის 40 წლის მერე ადამიანი, მაგრამ ისინი თქვათ უპირატესობას ანიჭებენ არსებული ცოდნით ოპერირებას და არ უნდა ანუ რაც უკვე ისწავლეს. ხო, არსებულ ცოდნაში ყოფნას და აი კონცენტრირებას ყურადღების ახალი ინფორმაციის მიღებაზე ყოველ შემთხვევაში ძალიან მოტივირებულები დიდი ნაწილი არ არის. თუმცა ჩვენ აი ამას ვახალისებთ დღევანდელი საუბრით. და როდესაც ჩვენ აი ამას ახალი ინფორმაციის მიღებას ეს იქნება ხა ნუ მე ძალიან აბსოლუტურად არ ვარ მოყვარული არანაირი თქვა ესეთი სათამაშო თქვა ეს იქნება კროსვორდები რაღაცების შევსება, ახალი ლექსების სწავლა, ამჟამად. ენის დაწყება, ახალი ენის შესწავლა. აი ეს ყველაფერი ახალ ნეირონულ წრეებს ააქტივირებს ჩვენს ტვინში და ახალ ამოცანას უყენებს ტვინს, ხო? და თუ ჩვენ ამ ამოცანას რაც უფრო დიდხანს დაუყენებთ ტვინს, ის უფრო დიდხანს რესურსს კარგად გამოიყენებს. ტვინს აქვს ულევი რესურსი. მე მინდა რომ ძალიან ბევრი კითხვა მოვასწრო ქალბატონ მარინა. როდესაც თქვენ ამის შესახებ საუბრობთ, სტრესი ძალიან მნიშვნელოვანია. აი მევალეები, ეს იცით როგორი ფაქტორია, ის აბსოლუტურად ყველაფერს თრგუნავს. აი ის ემოციური დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, ხა თქვენ ეს გადაფარავს ხოლმე. აბსოლუტურად იქ რომელ კონცენტრაციას ლაპარაკი, როდესაც ის ამოტივტივდება, ხო, მეხსიერებაში. ის არის თავარი. თავარი ის არის. იმაზე მნიშვნელოვანი ცოტა რამე თუ იქნება ადამიანის სასწრაფოდ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი მაგალითად ტრენირებაზე, ვარჯიშზე ტვინის, ჩვენ შეგვიძლია ბებიებისთვის და ბაბუებისთვის, რომელსაც აქვს მაღალი რისკი, შვილიშვილებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით პატარებთან ერთად, ამოცანების გადაჭრა, მათთან ერთად ახალი ლექსების სწავლა იყოს ძალიან კარგი სამკურნალო საშუალება და პროფილაქტიკური საშუალება იმ პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ მედიკამენტები არის მედიკამენტები, რომელსაც ასაკთან ერთად რეალობის გათვალისწინებით, იგივე სტრესების დასაძლევად, დეპრესიის დასაძლევად ადამიანები იღებენ. ამასთან დაკავშირებით იყო კითხვა. ძალიან სერიოზული კითხვები დასვა მაყურებელმა. როდესაც თქვა, რომ ანტიდეპრესანტები, რომელიც მე შეიძლება მივიღო ადამიანმა, რომელიც სტრესის ქვეშ ვიმყოფები მუდმივად, ვერ გავუმკლავდი საკუთარ დეპრესიას, ვიღებ ანტიდეპრესანტს. სტრესის გამო მქონდა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ანტიდეპრესანტი კიდევ უფრო მიღრმავებს ყურადღების კონცენტრაციას და რა ვქნა, იკვრება მანკიერი წრე. არ ვიცი როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. აი ანტიდეპრესანტები, მედიკამენტების როლი ყურადღების კონცენტრაციაში. იცით რა, მედიკამენტების როლი თუ ადამიანს აქვს დეპრესია, ანტიდეპრესანტების გარეშე არაფერი დეპრესია რასაც ქვია. დეპრესია არის ძალიან სხვადასხვა სახის, არის თქვა ესეთი დიდი დეპრესიული ეპიზოდი, არის დეპრესიული სიმპტომები, არის დისთიმია, რომელიც გახანგრძლივებულია დროში, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანტიდეპრესანტების თქვათ რიგი დღეს ძალიან დიდია. არის ტრადიციული ანტიდეპრესანტები, არის ახალი ანტიდეპრესანტები, ახალი მე გულისხმობ მათი სინთეზი შედარებით უფრო ტექნოლოგიურად და ისინი ანტიდეპრესანტებს ყველას აქვს გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არის ხარ რას თქვენ ბრძანებთ, თქვათ იგივე კონცენტრაციის დაქვეითება, ძილიანობა, მაგრამ ეს არის გარკვეული ეტაპი მათ მოქმედებაში. აი ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ დგება ეტაპი მათი დადებითი ეფექტისა. აი ეს ეტაპი, როდესაც ჩვენ ანტიდეპრესანტი უნდა შევეგუოთ მას, ასე რომ ვთქვათ. ეს დაახლოებით 2-3 კვირას მაინც მოიცავს და მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ანტიდეპრესანტების ახლა რაღაც უბრალოდ ეს ვახსენეთ, გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტიტრაცია. ტიტრაცია არის დოზის თანდათანობითი ზრდა არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ თქვათ თერაპიულ დოზას თავიდანვე მიიღებს პაციენტი,
როგორც წესი, ალბათ უმეტეს შემთხვევაში εμას თანახლავს აი ეს გვერდითი მოვლენები, რომელიც თქვენ ბრძანეთ, ეს არის თქვა კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ამიტომ უნდა მოხდეს თანდათან მზარდი დოზით მიღება ნებისმიერი ანტიდეპრესანტის. ეს ერთი. ეხლა მეორე საკითხი. ანტიდეპრესანტი ის პრეპარატია, ის სხვა შორის ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გავრცელებულია და მე ამიტომ ამას ხმამაღლა შემიძლია თქვენი ეთერი თქვა, რომელიცაც არ აქვს ყისიერი ეფექტი. მათი ეფექტი დაფუძნებულია ხანგრძლივ მიღებაზე. აი ერთ დღეს თქვა, თქვენ შეიძლება დასამშვიდებლად სტრესულ სიტუაციაში დალიოთ ეგრეთ წოდებული ბენზოდიაზეპინი. ყველაზე ცნობილი აი დიაზეპამი, ხეთქო ყველასთვის. ეს მყისიერად დაგამშვიდებთ, მაგრამ ანტიდეპრესანტს თუ გადაწყვიტათ თქვენ და თქვენმა ექიმმა რომ დალიოთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ხანგრძლივად. ეფექტი დადგება მინიმუმ 3 კვირის მერე, მანამდე არა. აი ესეთი დეტალები ხშირად იცით, აი ეს არის შეიძლება სამეცნიერო დეტალი, მაგრამ ყოველთვის არ არის თქვა ცნობილი. თუმცა საზოგადოება, რომელიც ამას მოიხმარს, უნდა იყოს ინფორმირებული. უნდა იყოს ინფორმირებული, კარგად ექიმის მიერ. მე კიდევ ერთი კითხვა უნდა მოვასწრო, რომელიც მაყურებელმა დასვა და რამდენიმე მშობელი სვამს ამას Facebook-ზე დატოვეს ჩვენთან გადაცემის Facebook-ზე, ომეგა-3-ის გამოყენება ბავშვებში ეხმარება თუ არა ყურადღების კონცენტრაციის დაძლევას. ჩვენ უნდა განვარტოთ აუცილებლად ომეგა-3 არის ანტიოქსიდანტი, რომელიც აი მავნე რადიკალებს, რომლებიც ტვინში წარმოიქმნება, ეს არის ჟანგბადის, ასე ვთქვათ, ზედმეტი ჟანგვის გამაპირებელი პროდუქტები. მათ გამოდევნას იწვევს. ბავშვებში, ჩემის აზრით, ახლა თუ რაღაც ასეთი გამოკვეთილ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე, არ არის საჭირო. ახლა მეორე მხრივ ეს არის ისეთი, ახალ ჩემს საბავშვობაში იყო თევზის კონი გახსოვთ ხო? მარტივად რომ თქვა. თუმცა ომეგა-3 არის სწორედ თევზის კონის პროდუქტი. მაგიტომ ვამბობ, ხა შესაძლებელია, მაგრამ ჩემის აზრით ბავშვებში ხა ფიზიკური და გონებრივი შრომის მონაცვლეობა სხვადასხვა შორის აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ჩვენ ბავშვები არ ცხოვრობენ ჰარმონიულად. ჰარმონიულად ცხოვრებას მეგულისხმობ გონებრივი შრომა ასევე უნდა იყოს ჩანაცვლებული აქტიურობით, ფიზიკური აქტიურობით. თუმცა არის კიდევ პროდუქტები, რომელსაც qovolდღიურად მოიხმარებენ ბავშვები, ზღვის პროდუქტების, თევზის ჩართვა qovolდღიურ რაციონში და ნიგოზი, რომელიც ალფა-ლინოლენის მჟავაში ძალიან გავს ომეგა-3 თავისი სტრუქტურით და იგივე სამსახურს გაუწევს თავისთვის. მე მინდა მოვასწრო და საზოგადოებას შევთავაზო ერთი ამოცანის ამოხსნა. ეს ამოცანა შეიძლება თქვენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში აღმოაჩინოთ, მისი მსგავსი ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი მარინა დამეთანხმება, ძალიან კარგად შეიძლება შევაფასოთ საკუთარი ყურადღების კონცენტრაციის უნარი ექიმის მეთვალყურეობით თუ ექიმის გარეშეც, მაგრამ ამოცანა აი ამ გამოსახულების კარგად დააკვირდით, ძალიან გთხოვთ, არის ის, რომ თქვენ ახლა ამ გამოსახულებაში დაინახოთ 4 პროფილი და 2 ლარნაკი. ვიმეორებ, აი ამ გამოსახულებაში სასურველია, თქვენ თუ მოახერხეთ სწრაფად კონცენტრირება, დაინახოთ 4 პროფილი და 2 ლარნაკი. მე ახლა ერთ დეტალს მოვაშორებ და თქვენ უნდა დაინახოთ ასეთ შემთხვევაში უნდა დაინახოთ, მე ირაკლის იმედი მაქვს ჩვენი ოპერატორის რომ დამეხმარება, ანუ 2 პროფილი და 1 ლარნაკი. იმედი მაქვს ყველა მოასწარით ამის გაკეთება. იმისათვის რომ ბავშვებს გავუვარჯიშოთ ყურადღების კონცენტრაცია, არის ასეთი მარტივი სავარჯიშოები. იყო ნახატები, სადაც მხოლოდ ერთი დეტალი იყო განსხვავებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ფიგურები მოამზადოთ. აი ამ შემთხვევაშიც ირაკლის ვთხოვ დახმარებას. ეს არის ერთი შეხედვით ერთი და იგივე გამოსახულება, არ ვიცი, არ ჩანს? ჩანს. ძალიან კარგი. ანუ ეს არის მსგავსი გამოსახულებები, აი მე შევცვლი და მაყურებელი მიხვდება რატომ. ყველა ამ გამოსახულებას აქვს ერთი და იგივე პერსონაჟის იმიტაცია, მაგრამ მათ აქვს განსხვავებული ფერი, განსხვავებული ვარცხნილობა, ბაფთის შეფერილობა, გულები სხვადასხვა ფერი და აუცილებლად სთხოვეთ ბავშვს მონაცვლეობით აჩვენეთ ასეთი ტიპის გამოსახულება. არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ეს იყოს ნებისმიერი გამოსახულება, რომელიც გავს, შეგიძლიათ დაჭრათ ფიგურები და მხოლოდ რაღაც დეტალი დაუტოვოთ განსხვავებული ყოველ მათგანს და ბავშვს შესთავაზოთ, აჩვენოთ ეს დეტალები, უბრალოდ გამოსახულებები და ბავშვს სთხოვოთ აღმოაჩინოს განსხვავებული დეტალი. მეთანხმებით ქალბატონო. აბსოლუტურად. აი ეს არის ყურადღების კონცენტრაციის გარკვეული ტრეინინგი. თუმცა ერთ რამეს გეტყვით ქალბატონო მარი, ყურადღების კონცენტრაციის უნარი არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა წარმატებული საქმიანობისა. და სხვათა შორის ხშირად
აი მე ვახსენეთ ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანები იმათ ხშირად ახლა ყოველთვის არ აცხადია, მაგრამ გამონაკლისი ყოველთვის ადასტურებს, ასე ვთქვათ, იმას რომ ეს ასე ყოველთვის არ არის, არა? რომ აი ესეთი ხალხი განსაკუთრებულად ნიჭიერებიც არიან რაღაცა სფეროში. აი შეიძლება ვთქვათ და ესეც უნდა აღმოვაჩინოთ. ხო, ის რაღაცაში ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან წარმატებულები შეიძლება იყვნენ. ამიტომ ეს არის აუცილებელი თქვათ პირობა, რომ ჩვენ ეს განმავითაროთ, მაგრამ აი ბავშვი, მე ხა ამ შემთხვევაში ისე ვბრუნდები ამ ყურადღების დეფიციტს ბავშვებში, რაღაც თქვენ ბავშვებზე მიგვანიშნეთ, რომ აი ესეთი ბავშვებისადმი სწორი დამოკიდებულება და მათი სწორი, ასე ვთქვათ, განვითარება შესაძლებელია საშუალებას მოგცემს, რომ მაშინ მათ საკმაოდ ნიჭიერი პერსონები აღმოვაჩინოთ. დიახ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ კიდევ გვეწევით სტუმრად, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით ყურადღების კონცენტრაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი ტვინის ეფექტური მუშაობა გამოვიყენოთ. ერთ-ერთი საფუძველია. ერთ-ერთი უნარი არის ის, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ, თუმცა თქვენ ახსენეთ კიდევ რამდენიმე პარამეტრი, რომლის შესახებაც მე დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრების გაზიარება მაყურებლისათვის. მე მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ საუბრობდით თქვენი თხოვნით თემაზე ყურადღების კონცენტრაცია და ჩვენი სტუმარი გახლდათ ექიმი, ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი მარინა ჯანელიძე. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ შევაჯამებ დღევანდელ საუბარს. დაბრუნდით ეთერში, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. როგორც თქვენ გახსოვთ, ჩვენ ყურადღების კონცენტრაციაზე ვსაუბრობდით და შეგახსენეთ, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გამოკითხვისას დაასახელა, აღმოჩნდა, რომ არის მნიშვნელოვანი ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების დროს. ეს შეიძლება იყოს ასაკთან დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს ჩვენს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებული, როგორც სამედიცინო პრობლემასთან, მაგალითად ფიზიკურად გვაწუხებს რაღაც, ასევე ფსიქოლოგიურ და ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული, როდესაც მაგალითად გვაწუხებენ მევალეები, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მაყურებელს ჰქონდა სიტუაცია გააზრებული. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კონკრეტული საქმიანობა, რადგან სწორედ კონკრეტული საქმიანობა შეიძლება აღმოჩნდეს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების წინაპირობა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ცოდნა, ჩვენი კომპეტენცია და ის ამოცანა, რომელსაც გვისახავენ, არ შეესაბამება ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ შფოთვას და ეს არის ხელისშემშლელი გარემოება იმისათვის, რომ მოვახერხოთ კონცენტრირება კონკრეტულ საქმიანობაზე. განსათვალისწინებელია აგრეთვე ის, რომ ყველა სხვა უნართან ერთად ყურადღების კონცენტრაციას სჭირდება სწავლა. ტრენირება, ვარჯიში და ამას ვაკეთებთ ჩვენ ბავშვობიდანვე. ამისათვის მე რამდენიმე მარტივი სავარჯიშო შემოგთავაზებ, თუმცა ანალოგიური შეიძლება თქვენ ბინის პირობებში, სახლში ნებისმიერმა თქვენთაგანმა მოამზადოთ. რაც შეეხება ბავშვებს, არ დავიმშვიდოთ თავი, თუ ბავშვი ცელქობს, მხოლოდ იმით, რომ განსაკუთრებით ცელქი ბავშვები, განსაკუთრებით ნიჭიერები შეიძლება აღმოჩნდეს. რადგან სიცელქე ყოველთვის არ არის მხოლოდ ნიჭიერების მანიშნებელი და არ არის ასეთი პირდაპირი კავშირი ყველა შემთხვევაში დადასტურებული, ამიტომ ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი ბავშვობაში თუ შევამჩნიეთ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს წინაპირობა ხანდაზმულ ასაკში ჩვენი ყურადღების კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითების. მედიკამენტი შეიძლება აღმოჩნდეს თუ არა ამ პრობლემის სათავე. დიახ, შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ამ პრეპარატების გამოყენება სჭირდება სიფრთხილე, ინდივიდუალური მიდგომა, თქვენი პრობლემის გათვალისწინება და რა თქმა უნდა, ყველა იმ რეკომენდაციის თანმიმდევრული შესრულება, რომელიც ამ პრეპარატის გამოყენებას ახლავს. ეს არის ძირითადი, რაც დღეს მინდოდა მეთქვა, თუმცა ჩვენ ხვალ ძალიან საინტერესო თემა გვევლოდება წინ, ეს არის ღვიძლის გადანერგვა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ღვიძლის გადანერგვა და ამ ოპერაციის ავტორი იქნება ხვალ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მანამდე კი მე ვესტუმრები 64-ის ვაშლებს, დილამშვიდობისა ქალბატონებო. დილამშვიდობისა მარი. როგორ არის თქვენი ყურადღების საკითხი? რამდენად კონცენტრირებულები ხართ? აი რა კაი კითხვა დასვიმარი. აი მთელი ჩემი ცხოვრება მიჭირს კონცენტრაცია. ოღონდ თუ დავიჭირე ფოკუსი, მე უკვე რთული. არა, ძალიან მე კონცენტრაციაში ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ნამდვილად, იმიტომ ძალიან გაფანტული ვარ და ძალიან მიყვარს. გაფანტული არ ხარ. შენ უბრალოდ მრავალფეროვან საქმიანობაში ხარ ჩართული. ძალიან ბევრი ფრონტი გაქვს ერთად, თორე გაფანტული არ ხარ. ამას არა. მარიმ დაგისვა დიაგნოზი შეგილი მშვიდად იყო. მე მარის დიაგნოზი მინდა თქვენ დობინო რომ თან მაწყობს ეს დიაგნოზი
გაცილებით. არა, ნამდვილად ასე. პირიქით ვიტყოდი, იმდენი რამ გაქვს შენ კონცენტრირებული სწორედაც, რომ ეს მიგვირს. დიახ, კონცენტრაციის ხარჯზე ახერხებ ამ ყველაფერს. თქვენ როგორ რამდენად გამოგვადგება კონცენტრაცია? მე არ გავცემ პასუხს ამ კითხვას. მაგრამ ეთიკი ფაქტია, რომ წლები რო გემატება, მიდის, სადღაც მიფრინავს ეს კონცენტრაცია. სადღაც. თუმცა აი მაგალითად როლის დასწავლის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ კონცენტრაციის უნარის გავარჯიშება სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება ქალბატონან. ამიტომ თქვენ ამ თემასთან მე მგონი მწყრავად ხართ. ხო, მაგრამ ჭირს უკვე დამახსოვრება. უკვე ეს ის არა, ერთი წაკითხვით თქვა, ანუ ორი თუ კი იმახსოვრებდი, ნურას უკაცრავად. არ არის ასე საქმე. სამაგიეროდ თქვენ გაქვთ მუდმივი საშუალება, რომ ავარჯიშოთ ტვინი, რაც არის არაჩვეულებრივი რამ. კონცენტრაცია არ არის, როგორ ზიხარ მთელი გადაცემის მანძილზე. მე მაგალითად ვეშვები რა. რა შუაშია, ეს არის ჩვევა, მანერა. მე გადავხედავ ქალბატონ ნანას და მახსენდება, რომ ჩვევა ეს ადამიანი. შენ როგორც კი შემოდიხარ სტუდიაში. და აი ეს როგორც კი დაიჭერა პოზას, ეს არის მთელი პოზა არ არის, მე სახლშიც ასეთი ვარ. სახლშიც კამი მაქვს, არ მიყვარს სავარძელში, აი ესე ჩაფ, როგორ არის? ჩაფულა. ჩაფულა არ არის. უნდა მოგებაროთ ქალბატონ ნანა, ჩვენი შვილებიან. როცა ზურგი არის სწორი, კამი მაქვს, ყველა კამი აბსოლუტურად სწორი და აი ასე სიამოვნებს უფრო, ვიდრე ეს მტკიდება და ახალი საქმე მოგიძებნეთ. ხო. ჯგუფი აიყვანეთ. არა, სწორი ჯგუფი. ჩვენ მოვალთ ბავშვებიანად. დასაფარეკობ ხა. რა გადასარევია? არა, ჩემთვის უკვე გვიანია. არა, ნუ გვიანია, ჩვენი თული იქნება, მაგრამ არის ძალიან ხო, კონცენტრაციის უნარი, სწორედ ამას ვფიქრობდი, რამდენად გამოგვადგება ამ შემთხვევაში, არ ვიცი, თუმცა ალბათ საჭიროა იმისთვის, რომ უფრო ყურადღებით იყო, როდესაც თქვათ მეუღლეები შორდებიან, ამ შემთხვევაში თემა ასეთი გვაქვს, რა რჩება მეორე ნახევარს, ანუ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, ალბათ გაშორების შემდეგ ქონება როგორ იყოფა იგივე შვილთან დამოკიდებულებაში, რა უფლებები აქვს ქალს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, დღეს იურისტი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, რაც ჩვენს მაყურებელს საინტერესებს. ეს არ არის სასიამოვნო თემა, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ხდება ოჯახის დანგრევა და შესაბამისად უკვე რა უფლებები აქვს მეუღლეებს ამის შესახებ ვისაუბრებ დღეს. ძალიან რთული საკითხია, რა თქმა უნდა და თქვენ აბსოლუტურად სხვა ჭრილში ისაუბრეთ, თუმცა მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ბავშვებში მოზარდებში ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ზრდასრულ ადამიანებში შეიძლება იყოს ასეთ ოჯახურ დრამასთან და სტრესთან დაკავშირებული, ანუ სხვა არაფრით გამომჟღავნდეს და თავი იჩინოს სწორედ მაშინ, როდესაც ბავშვი მიუჯდება სასწავლო მერხს და აღმოჩნდება, რომ ნაცვლად იმისა, რომ მან ტექსტზე მოახერხოს კონცენტრირება, კონკრეტულ საგანზე მოახერხოს კონცენტრირება, აბსოლუტურად განყენებულ მოვლენებთან არის მისი ფიქრები და ზრახვები დაკავშირებული. ამიტომ ალბათ ესეც გასათვალისწინებელია ის ემოციური და ფსიქოლოგიური ტვირთი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს. წარმატებულ ეთერს გისურვებთ, ქალბატონებო, მაყურებელს მე ხვალამდე დავემშვიდობები, ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.